ხაშურის საფეხბურთო კლუბი ივერიას ფინანსური პრობლემები აქვს, ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ ინტერნეტ გამოცემასთან ისაუბრა. თენგიზ ჩიტიაშვილის განცხადებით, მერიას არ აქვს კანონიერი შესაძლებლობა დახმარება გაუწიოს აღნიშნულ გუნდს და შესაბამისად ამბობს, რომ დასაქმებულ ხაშურელებს შეუძლიათ ივერიას გუნდის ფინანსურ ფონდში თვეში 1 ლარი ჩარიცხონ. ჩიტიაშვილი დასძენს, რომ საფეხბურთო გუნდის საკუთარ წარმატებას ეტაპობრივად აუმჯობესებს. ფინანსური პრობლემები კი არის, ფინანსური პრობლემები ქონდა, მე გამოვასწორეთ, ეხლაც არის, მე მეგონა რომ გამოსწორდებოდა ეს ფინანსური პრობლემები, იმიტომ დაფინანსება გაიზარდა, მაგრამ არ არის ეგრე. თურმე, როგორც აღმოჩნდა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდმა ვერ იგრძნოს ეს ფინანსური პრობლემები, იგივე ხა გახსოვთ თქვენ, რომ ჩემი ინიციატივით შეიქმნა ფონდი და იგივე ფონდის მეშვეობით, იცით, აი როგორი რაღაცა მერია თქვათ არ აქვს ის უფლება მოსილება ამ გუნდთან მიმართებაში კანონმდებლობით რომ რაღაცა ფინანსური ის გაუწიოს თქვათ ეს დახმარება ჩვენ მაგის კანონიერად არ აქვს უფლება მოსილება და მე ვფიქრობ აი ერთ რამეს ვიტყვი რა მოდი აი თითოეულმა ხაშურელმა იმ ფონდში რომ 1 ლარი ჩარიცხოს თვის განმავლობაში ამ გუნდს მაგარი ფინანსური შესაძლებლობები ექნება და აი ხო ეს ელემენტარული რაღაცა 1 ლარზეა საუბარი დასაქმებულმა ხაშურელმა რომ თვეში 1 ლარი ჩარიცხოს, გუნდს საერთოდ არ იქნება პრობლემა. ხო? აი ძალიან მარტივი რაღაც. 1 ლარი ხო არაფერი არ არის. მერის თანამშრომლები ერთს კი არა, ბევრი ათეულობით ლარს ვრიცხავთ ჩვენ. ამიტომ ეს ვითარდება. კი, ვითარდება და წარმატებას მიაღწია.